Მოდის გიხდით ტექნიკური ხარვეზისთვის ზაზა ურუშაძის მანდარინების შესახებ სიუჟეტს მოგვიანებით დაუბრუნდებით, მანამდე კი ქართული ფეხბურთის განვითარების პროექტზე საქართველოს მთავრობა იმუშავებს. კომისიის შემადგენლობა მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე დამტკიცდება. თავმჯდომარე კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. ვრცლად ვახო გაფრინდაშვილი. ხვალიმ კომისიის წევრების ვინაობა გაერკვევა, რომელიც ფეხბურთის განვითარების სამთავრობო პროგრამაზე იმუშავებს. კომისიაში, რომლის თავმჯდომარედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნება, ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სავარაუდოდ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები იმუშავებენ, მათ შორის ვიცე-პრემიერი კახი კალაძეც. თუ მოგმართავენ ადგილობრივი თვითმმართველობები ან სამხარეო ადმინისტრაციები რეგიონული პროექტების განაწილების დროს ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ და დავაფინანსოთ მოედნების მშენებლობის პროექტი, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტი. კომისიის შექმნის პრეროგატივა და გახმოურების ალბათ უკეთესი იქნება, რომ პრემიერ-მინისტრს დაუტოვოთ, იმიტომ რომ ინიციატივა მისი იყო. კომისია იქნება კოორდინატორი, ზედამხედველი ამ პროექტზე, რომელიც უნდა განახორციელოს ცალკეულმა უწყებამ. პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღის წინ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და ლევან ყიფიანს შეხვდა. ღარიბაშვილიმ გეგმას გაეცნო, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ წარმოადგინა. გეგმა 3 წლიანი და 99 მილიონი ლარის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებზე და ასევე საპრიზო ფონდზე გადანაწილებას ითვალისწინებს. 3 წლის თავზე კლუბები უნდა გაძლიერდნენ, უნდა ყავდეთ საკმაოდ კარგად მომზადებული და დიდი რაოდენობის ფეხბურთელები, მოვლილი, ასე ვთქვათ, ჯანმრთელი, სწორ გზაზე დაყენებული ფეხბურთელები. 3 წელი არ არის ცოტა ვადა იმისთვის, რომ ასეთი სტანდარტო პირობებით შენ იმუშაო და ეძებო თანადამფინანსებელი სპონსორი და ეს კლუბი გადააქციო მეტნაკლებად ნორმალურ ბიზნესად, ნორმალურ ხალხს ჩაუგდო ხელში მართვა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლების შემდეგ ქართული საფეხბურთო პროდუქტი საინტერესო გახდება ტელევიზიებისთვისაც. ახალი სამთავრობო კომისია უახლოეს მომავალში იმ პროექტს დაამტკიცებს, რომლის მიხედვითაც ქართული კლუბები ინვესტორისთვის მიმზიდველი გახდება.